თბილისში არსებული შენობების უმეტესობა წყალზე დგას. კომპანია თბილისის წყალი კი სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს, რადგან მისი მებადრონეები დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ. ასეთი განცხადებები დღეს ექსპერტებმა გააკეთეს. მათი განცხადებით ამ საკითხის შესწავლის დროს უამრავი დარღვევა დააფიქსირეს. თბილისის წყალს ხელშეკრულება ავალდებულებდა იმას, რომ 2014 წლამდე ქსელების რეაბილიტაცია უნდა მომხდარიყო, რაც შესრულებული არ არის. როგორც გიორგი მჟავანაძე აცხადებს, მხოლოდ მცირე ზომის სამუშაოებია ჩატარებული და დაზიანებული და გამოუცვლელი მილებიდან კი წყალი ჟონავს, რომელიც ისევ მოსახლეობას აზარალებს. მჟავანაძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის წყალი ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და აზარალებს დედაქალაქის მოსახლეობას, კომპანია ისევ თბილისს უნდა დაუბრუნდეს. მათ აქვს ვალდებულება, რომ ეს ქსელების რეაბილიტაცია განახორციელონ და არ ახორციელებენ ამ სამუშაოებს. და შემდგომში ხდება ის, რომ თბილისელებისთვის გადასახადით სწორედ ამიტომ არის გაზრდილი, დღეღამეში 800 ლიტრი წყალი არის განსაზღვრული დედაქალაქის მოსახლეზე, რაც არის აბსურდი, იმიტომ რომ ესპანეთში, საფრანგეთში, ბელგიაში არის ორჯერ უფრო ნაკლები წყალს მოიხმარს დღეღამეში, ჩვენთან იმიტომ არის ეს ციფრი დაწესებული, რომ ანუ ის დაკარგული წყალი, რომელიც იკარგება აი ამ ამორტიზირებული მილებიდან, მიეწერება იმას, რომ რეალურად თვითონ დედაქალაქის მოსახლეობა მოიხმარს ამ წყალს. და ამიტომაც არის ეს ტარიფიც ასეთი მაღალი. დამოუკიდებელი ექსპერტის გიორგი ნიკოლაიშვილის თქმით, კვლევის ჩატარების დროს უამრავი დაზიანება ნახეს. ასევე მათ მოსახლეობის ნაწილი პერიოდულად მიმართავს იმასთან დაკავშირებით, რომ მათი შენობის ქვეშ წყალია და ამის გამო შენობა ავარიული ხდება. თბილისში არის სავალალო მდგომარეობა და ის მონაცემი, რომ რაც 800 ლიტრი არის ხარჯვა თითოეულ ჩვენ მოსახლეზე, ბადებს ეჭვს. ხომ ცხოვრობთ ვენეციაში. ანუ წარმოიდგინეთ, მრიცხველი როცა ოჯახი ცხოვრობს, მრიცხველი როცა არის დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები ხარჯს უჩვენებს მრიცხველი. ჩვენ ამ ბრალდებებთან დაკავშირებით პასუხის გაცემა კომპანია თბილისის წყლის წარმომადგენლებს სთხოვეთ, თუმცა ამაზე მათ კატეგორიული უარი განაცხადეს.